მოგესალმებით მეგობრო, გამარჯობა. ჩვენ რა თქმა უნდა საუბარს იმ რაღაც აქტით დავიწყებთ, რომელსაც ცინიკურად მეგობარი აქტი თქვია, ჩვენ ტერიაქტი კი ბატონო. მე მინდა მიმართო რატომღაც აღკინებულ ნაცებს. მე არ მეგულება არც ერთი ოცნების მომხრე ან თუმეტეს ჩინოსანი, რომელსაც არაა გააზრებული თუ რა ბრძოლაში არის შესული. მე არ მეგულება ესეთი. და არ მეგულება ადამიანი, რომლისთვის ესეთი აქტები ან ესეთი დემარშები deep state-ის მხრიდან ან deep state-ის შემადგენელი ნაწილების მხრიდან სხვადასხვა ქვეყნიდან არის მოულოდნელი. როცა ხარ დამოუკიდებელი და სუვერენული, ამას ფასი აქვს. და რა თქმა უნდა, ეს ფასი არ არის დიდი, ომთან შედარებით გაცილებით ნაკლები და სხვა რაღაცა გზებთან შედარებით გაცილებით უფრო იოლი. ეს ფასი არ არის დიდი და ჩვენ დარწმუნებული იყავით ნაცებო და მათთან გათანაბრებულო ლიბერდებილებო, რომ ქართველი ხალხი ამ მიზერს, ამ ორ შაურს გადაიხდის. სამაგიეროდ, მოდი მოკლედ ვიტყვი რა, გაიხედეთ რა ხდება. გადამწყვეტ ფაზაში შედის უკრაინის ომი, უკრაინა-რუსეთის ომი. სი ძინპინი, ჩინეთის იმპერატორი, ხო, ჩინეთის პირველი პირი, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის პირველი პირი, 4 დღით ჩადის პუტინთან. პუტინი და ჩინეთი ახლოვდებიან სინათლის სისწრაფით, იმიტომ რომ ტრამპმა ჩინეთი შერეკა რუსეთთან. 140% დაუწესა გადასახადი ტარიფი. ეს ერთი. პაკისტანი, ინდოეთი, ჰუსიტები, ისრაელს ურტყავენ ისრაელი, სირიას და ლიბანს. ომი, რომელიც თქვი უკრაინა-რუსეთის ომი, ფარრაიტების, ანუ მემარჯვენეების ტრიუმფი ევროპაში, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ ინგლისში მაგალითად ადგილობრივ არჩევნებზე, როცა რუმინეთში ვუყურებთ, როცა ევროსკეპტიკოსები მოდიან, სოფლიო იცვლება. ამას ვერც ჯო ვილსონი და ვერც მეგობარი თუ შმეგობარი აქტი ვერ შეცვლის. ჩვენ ვართ ჩვენს კურსში ღრმად დარწმუნებული, ჩვენ მოვიგებთ საქართველოს გადარჩება. არანაირი ვირიშვილები ოპოზიციის სახით, ვითომ შმოპოზიციის, ამას ვერ შეცვლის. მენდეთ მეგობრო, ვისაც ჩემი და ჩვენი ტელევიზიის ოდნავ აქვს, ყველაფერი არის კარგად და კარგად იქნება. გაქვთ სათქმელი? აუ, არა, ძალიან ფუნდამენტური. პატა ბურჭულაძე, პატა ბურჭულაძე. უყურეთ, პატა ბურჭულაძე გვებრძვის ხალხო. ხო არის ვითომ ჯო ვილსონი. პატა ბურჭულაძე. ვინ არის ჯო ვილსონის სახე საქართველოში? გაუშვით. ჩვენი მიზანი არის ერთი რამ, რომ ისეთივე გამარჯვება მოიპოვოთ, როგორც 9 აპრილს. ეს არ უნდა იყოს ნაკლები გამარჯვება. 9 აპრილი იყო ნამდვილად ხალხის გამარჯვება. ეს იდიოტი. ვერც აანალიზებს. 9 აპრილის რა თქვა? ხვდები რა თქვა? კი, ვერც აანალიზებს. ტრაგედიის თარიღი იყო გამარჯვების თარიღი. ხო და ნუ პატა ბურჭულაძე არ მგონია, რომ პოლიტიკურ სუბიექტად, პოლიტიკურ ფიგურად ვინმე აღიქვავდეს საერთოდ და ესეც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ერთის მხრივ თუ რამე გვასუსტებს, ეს არის შიდა ქართული ოპოზიცია, იმიტომ რომ ოპოზიცია არის, თუ გვადუნებს რა, ეს არის ისეთი ფსკერი, მე არ მეგულება ქვეყანა, სადაც ოპოზიცია იყოს ასეთი დისკრედიტირებული, ასეთი გაბანკროტებული, ასეთი სიმბოლურ კაპიტალდაცლილი, ასეთი განადგურებული, იმიტომ რომ პროსტა რო წარმოვიდგენ, ანუ რა მნიშვნელობა აქვს ვაფშე, რა ჯო ვილსონმა კი არა, არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ პროსტა, ვინ რა უნდა გააკეთოს, რომ იმეს რა ქვია, ხელახალი გაცოცხლება მოხდეს ხაბეიშვილის, ელენე ხოშტარიასი და ნიკა გვარამიას და იმისი კიდე გრიგოლ გეგელია, კაით რა, არ არსებობს, საერთოდ. ხო, იდეაში მეგობარი არის ჩემთვის. გაჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ოპოზიცია არის ესეთ მარგინალიზებული და დისკრედიტირებული, რომ მას შიგნით ფიზიკურად არ შესწევს ძალა არანაირი ერთი რომ დემოკრატიული ცვლილების, რაც თავისთავად აბსურდი არის და მეორე უკვე ამდენ წელი უყურებთ, რომ მით უმეტეს რევოლუციური გზით ხელისუფლების გადატრიალების მეგობარი აქტი არის იმის პროდუქტი, რომ მონური მორჩილება საქართველოში აღარ არის ის ყოველდღიურობა, რომელსაც იყვნენ მიჩვეულები. ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ მკაფიოდ თქვით უარი მეორე ფრონტად ქცევაზე საქართველოსი. შესაბამისად ეს არის ის მცირედი
ნაპერწკალი იდეაში ისის მაგას წარმოდგენაში, რომელმაც შეიძლება რომ ეს დეგრადირებული და სრულად მარგინალიზებული ოპოზიცია იქნებ ცოტათი მაინც მოაძლიეროს. ეს არის მათი მხრიდან და კიდევ ერთხელ კარგად ჩას რამდენად არის ცნობილი. საქართველოს მათი მხრიდან ცდილობა რომ ეს იყოს სასჯელი, ანუ ხიზნა ივანიშვილს 1000 ჯერ აქვს ნათქვამი რომ არ არსებობს არანაირი ფინანსური ფული რომელშიც სამშობლო ფულზე არის ცნობილი. სანქცია, რომელიც მას შეაცვლოს პოზიციას და ხო, სამშობლო ფულზე არის კიდევ. ხო, რასაკვირველი. შესაბამისად, ანუ ეს მეგობარი აქტის იქნება, ну, ჯერ თავარი გამოცდა წინა აქ ჯერ მეგობარი აქტს, მაგრამ მაინც არ მაინტერესებს. რასაკვირველია. მაგრად რა. და ეს რაღაც პიიტეტური დამოკიდებულება. ეხლა მე გეტყვი რა. მოდი გინდა დავსვათ ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა. ბიჭებო, აბა უპასუხეთ. ჩაანაცვლებს თუ არა სანქციები ოპოზიციას? ხო, ოპოზიცია არ ყავს და იქიდან სანქციებით გვევრძვიან. აქ ხო ამ ძალისხმევის რომელიც იქიდან მოდის, ამის რეალიზატორი ვიღაც მაინც ხო იყოს, უნდა იყოს. მომეცით საყდენი წერტილი და მე ამოვიტროლებ დედამიწას თქვა არქივ. აქ რაღაც საყდენი წერტილი ხო არა. ძალა დაუშვათ არ არის. საყდენი წერტილი მაინც უნდა იყოს, იქიდან მოდის ძალა. ჩაანაცვლ ეს იქნება უნიკალური შემთხვევა, როცა არავინ არ არის საზოგადოებაში, ნუ ვინც არიან მართლა არავინ არ არიან, მინუს ნიშნით არიან, ჩაანაცვლებს თუ არა, აი კითხვა, რიტორიკული არ არის. ჩაანაცვლებს თუ არა სანქციები ოპოზიციას. ვფიქრობ რომ თუ დოი ჩინეთს გვერდით გადადებს და დაუდგება სათავეში, მაშინ გაჩნდება ამის შესაძლებლობა არა რასაკვირველია, იმიტომ რომ ეს არ არის იმ კალიბრის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება მართლა რაღაც რეალური რადიკალური გამოცოცხლება გამოიწვიოს სულ ფლანგზე გინდა აქტივიზმში გადათარგმნეს და გინდა რეალურ პოლიტიკურ აქტორებში. გაგრძელდება ჩვეულებრივად როგორც ამდენი ხანი ვუყურებთ, იქნება ხოლმე 161 დღე ხო? 161 დღე პროტესტის, უბრალოდ უფრო მეტი სლოგანით, რომ აქამდე თუ იყო რომ გახსოვს ტრამპი როცა პრეზიდენტი გახდა მაგ პერიოდში ხო ცოტა კრიტიკული გახდა პროტესტის ამერიკის მისამართით რა. ეხლა უფრო მე ეხლა თქო და პლასტიკას ნიღბებით მივლენ რა. პლასტიკას შეიცვლება. გარდა ამისა კოსმეტიკა შეიცვლება და საქართველოს უამრავი გეოპოლიტიკური გზაა. საქართველოს თავისი თავისი გზები მე მგონი უამრავი არ აქვს. რამდენიმე კი ბატონო. შეზღუდული აქვს. რამდენიმე, მაგრამ ალტერნატივა არსებობს რა. და ჩვენ უნდა მოდით რა, იზოლაციაში არავინ არ არის, არავინ არ იქნება. ჩვენი ეკონომიკა იზრდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, სოფლიო ბანკი აღიარებს ამას, მე კი არა, შალვა რამიშვილი. და რატო შტატი რო გავხდეთ ახალი ამერიკა? ეგ ძალიან საინტერესო იქნება. გრენლანდიას ხო? ესე მოუწევს რა. კანადა და ჩვენ. აი გრენლანდიას რო დაიწყოს. ჩვენ რო არ ვიღებთ. ბოლოს ტრამპმა თქვა რომ გრენლანდიას ბოლოს იარაღით ავიღებ. ევროპა რას ეტყვის? რატო აწმუნდება რა თქმა უნდა. კარგი, მაგაზე ახლა არ არის. მე არ ვიცი ახლა თენგო გავუშვით რა ეს თენგო ვინ არის? არ არსებული თენგო. გაურკვევლობაა და შემდეგ ჩვენ მათ შორის ოპოზიციას ვიქვის რატომ არის საზოგადოებაში გაურკვევლობა. დიახ, ამისთვის არის გაურკვევლობა და ბუნდოვანება, როცა ვერ ვახერხებთ პრინციპულობას. აი მე და თქვენ ავიღოთ სადისკუსიო საწყისი წერტილი. საწყისი წერტილი არის მაგალითად რომ ერთპარტიული პარლამენტი არ უნდა იყოს. ალბათ თავხდებით ალბათ კიდე რა თქმა უნდა, ეს არის არც პოლიტიკაში ჯდება, არც რისი ბრალია, რისი ის არ მე შეიძლება რატო არ ჯდება. ელემენტარულ არ ვიცი, კი პარლამენტი არის. ამისთვის გამოსავალი რა არის, რომ ჩატარდეს არჩევნები და შემდეგ ეს პარლამენტი გახდეს მრავალპარტიული, თუ ქართული ამომრჩეველი და არწმუნებული გადაწყვეტს რომ უცნება გაუშვას და იყოს რატო დაუშვათ არ გაუშვა ქართულ გააჩერეთ რა დაუშვათ ანუ როგორ არის იცი როგორ უნდა მართლა ეგრე უნდა ხუმრობის გარეშე არჩევნები უნდა ტარდებოდეს მანამდე სანამ უცნება არ წააგებს აი ეგ კანონი უნდა მიიღო ეგეთი ხო ეგ სხვათა შორის მისაღები კანონია ოღონდ მანა ჩვენ უნდა მივიღოთ ნახე ქართულმა ხალხმა რეფერი ვინ იქნება მანდ რეფერი ის არა ქვია ძველი თახნიშვილი რო იყო გახსოვს ოკეი კომისიის თავმჯდომარე რაში არ თქვა თუ გახსოვთ გენიალურმა ხო მაგრამ როგორი და კიდევ უფრო კარგად თქვა ზეზვა
ავსტრალიელ აბორიგენს რო გავსო. ავსტრალოპითეკი. არა, ავსტრალოპითეკი სხვა არის, ავსტრალიელ აბორიგენს და მე კი და მაგითო ვამბობ, მე რაღაცა სოციოლოგიით როცა ვიყავი და ინტერესებული ყველა სოციოლოგი პრინციპში მიიღწვიდა ვინც აველე სამუშაოებზე გადიოდა იქით რა აბორიგენები ავსტრალიელი აბორიგენებისკენ და იქ ფოტოებში ხო აუ და ზუსტად განან შეიძლება არის ზო ამაშუქელი იყო მეტაფორების გენიოსი რა ეხლა ამ გამო პოეზიისას კაცო. კი ბატონო. კი ბატონო. მოდი ანადოლიძე გავუშვით. ელენე ხოშტარია? თქვა თქმა უნდა. რატო გამო? მოკლედ რო გითხრათ, არ მგონია რომ ეს რო იყოს ჭრელი არჩევნები, ეს იქნება დიდი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მიმცემი აპრიორი, მაგრამ ჩვენ ვემზადებით ახალი არჩევნებისთვის. ანუ ჩვენ ვემზადებით მუშაობთ, რეგიონებში დავდივართ, ვემზადებით გენერალური რესტარტისთვის ამ ქვეყნისთვის. რა გენერალური რესტარტისთვის ემზადები? თიც ბეჭედზე რილაქს რო დააჭერს ალბათ ვერ იწყებს. რა გენერალური რესტარტი, რაღაცა და თუ ესენი ემზადებიან გენერალური რესტარტი. არა, ნუ ესეც ხო იშვიათ შლეგიანია, მაგრამ შენ წარმოიდგინე ამას ამ წამამდე როგორ უნდა რომ პარლამენტში შევიდეს, იმიტომ რომ პირველი როგორც კი ნახარო ცესკოს დათვლის შედეგად მე რამდენი იმაზეც იჯდა დეპუტატივად თქვა, ხო? შევიდა ბიჭო LinkedIn-ზე შეცვალა თავის პროფილი რეგალიებში ჩაიწერა რომ პარლამენტის წევრი ვარ. ვერ გავიგე იცი. აი კიდე ერთხელ ვამბობ. შეიძლება ეხლა რა უნდა არ აღიარებული პარლამენტზე არის საუბარი. ეს იდიოტები 61 დეპუტატი ძალიან ლამაზი იყო ეგრე. 61 დეპუტატი შეყავდათ. 61 დეპუტატი არასოდეს ამდენი ოპოზიციონერი არ ყოფილა უახლოესი ხნის განმავლობაში საქართველოში. 61 დეპუტატს აქვს უფლება რომ დააკომპლექტოს ნებისმიერი საგამოძიებო კომისია. ანუ რაღაცა სისულელე მოხდებოდა ეხლა რო ჯღავიან. მოიგონებდნენ რომ ეს არის დანაშაული და შექმნიდნენ საგამოძიებო კომისიას. რითაც დღის წესრიგს ეხლა ხო არ მოწონთ დღის წესრიგს რომ ეს საგამოძიებო კომისია აქვს. აურევდნენ. მე ექნებოდათ ადგილები, კვოტები ვიცე-სპიკერის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის. ივლიდნენ ოფიციალურად ივლიდნენ სხვადასხვა იმაში, რა ქვია, დელეგაციებში. ექნებოდათ ბაზა, ექნებოდათ რესურსი. რატო არ შევიდნენ ეს იდიოტები? შავა, მე მაინც არ გონია ხონდა რომ დავალება და არა, ნახე მეც მაგას ვამბობ. მე მაინც გონია რომ ეს ყველაფერი რაც ბოლო პერიოდში მოკლედ ცოტა შორიდან მოული. რაც ეს deep state-ის ვთქვათ ფორმულა შეიქმნა და რაც deep state-ის საცეცები კიდევ უფრო გამოჩნდა და ეს დაიწყო თუ არ ვცდები იმ დისკურსიდან ჯერ კიდე კრედიტ სუი რო სხვა შორის დღეს ახალი ინფო დაიდო მაგაზე კრედიტ სუი როგორ ებრძოდა ვიზინა ივანიშვილს სრულად ესე იგი ბანდიტური მეთოდებით ყველა სასამართლო ინსტანცია მოუგო და მაინც არ გვინდა და არ გაძლევთ და ომის დაწყების შემდეგ ნუ ჩვენზე რა ზეწოლაც განხორციელდა ევრობიუროკრატების და მეორე მხრივ deep state-ის მხრიდან ეს იყო წარმოუდგენელი. ნახე, ჩვენ მერე ამოვხსენით და მერე გავიგეთ, რომ თურმე ეს ქართული ოპოზიცია ყოფილა ჩვეულებრივი პატარა აგენტურა, რომელსაც არ გააჩნია სული, არ გააჩნია მოძრაობის ფუნქციონირების მექანიზმები, ანუ ჩვეულებრივი ჰოლოგრამები არიან, ხო, მარიონეტ ჰოლოგრამები იქიდან მართული, ანუ ჩვენ გვეგონა რომ თურმე მანიაკი ტიპები და მაგარია, ხო, მაგარი ნაგლი და ბოროტები რა შეიცვლება. უწყვეტი პროტესტის 160 დღეს რუსაველის გამზირი კვლავ გადაიკეტა. უკვე ხა აქციის მონაწილეებმა აბარაკნეს. რა. აულები მიიტანეს გიგანტური დროშა გაშალეს. ხო, ეგ დროშა გვაქვს, ხო იცი მან. მეგობრებო, ეხა არ გადაშალოთ ფურცელი და თქვენი აზრით, ხო არის ძალიან ცნობილი სამი მეგობრის ლიტერატურული ალუზია, ათოსი, პართოსი, არამისი. მზე და ჩმო და ფარჩაკი სამი მეგობრის ანტისამი მეგრობის ანტიალუზია შეიძლება რა ჩომ უკეთესად იცის მაგას სამი ყველაზე ფარჩაკი არა ჩიტმა იმან და იმან ურყევი შექმნეს კავშირში ვინა ჩიტმა მე დაცენზურება უწევს იმან და იმან კავშირში პრო ურყევი თავმჯდომარე დააყენეს პატივცემული მანდაც ცენზურა უწევს მორჩა აბა რა კარგად გათქვი აი ეს განსახიერდა და დღეს გაუშვით თუ შეიძლება ირაკლი კუპრაძე გაუშვით
აი კაკასეგარი, გავში. ჩვენ დავამტკიცეთ ყველამ საერთოდ, მათ შორის მე, ჩემმა კოლეგებმა საბა ბუაძემ, გრიგოლ გეგელიამ, თაზომ დათუნაშვილმა, გიორგი სიუხმა, სალომე სამადაშვილმა თავისი ბრძოლით, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც უკან დახევას არ აპირებს. გაჩი, ჩიტმა. ხო ეგარი, ხალხო. ჩიტმა პრო მადა კავშირი შეკრეს ურყევი, თავმჯდომარე დააყენეს პატივცემული. კი ბატონო. შესანიშნავია. აი ასეთი ჩასტუშკები ზუსტად ეგარი ხალხო. ზუსტად. იმედი გიხაროდენში რომ ჩამოთვლა იწება, ხო ეგრე ჩამოთვალა იმენად. რატი ამაღლობელი უნდა გაუშვა? ისე იშვიათად ხდება ჩვენს თვალთახედვის არეში, რომ უკვე არ ურთოს და გაუშვით შენ. თვითონ საზოგადოებაში არ არის ერთიანობის ნაკლებობა, თვითონ სამხარეო საზოგადოებაში პროტესტში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება უკვე იდენტობების სფეროს, პოლიტიკური პარტიების სფეროს, გარკვეული ჯგუფების სფეროს, იქ ბუნებრივია იჩენს რაღაც ტიპის ეგო და ესეც ბუნებრივია, მაგრამ საკმარისია ჩვენ ვნახოთ დიდი აქციები, საკმარისია ვნახოთ, ასე ვთქვათ, ამ ერთი წლის განმავლობაში შარშანდლიდან მოყოლებული, ჩვენ ვნახოთ ამ დიდ ერთობას. ამ დიდ ერთობას. მინიმუმ კოორდინაცია, რაც ძალიან გასაგებია კოორდინაცია საჭირო, გააჩი. ანუ ცხონებული სერგიას მიმოქცეული ფრაზა თუ შეიძლება გაგახსენდეს. ხო, ახლა კოორდინაციას რაც შეეხება ძალიან სხვა შორის ჭრელი არის ეს ერთობა, ასე ვთქვათ, ხო? მე მაინტერესებს სალომე არის თუ არა ისევ ლიდერი, მაგალითად ჩერგო, რომელიც უკვე არავის არ ახსოვს და მარგინალთა უხუცესია. ამბობს, რომ სალომეს პროცესს უნდა შეუერთდეს ყველა, ხო? სალომეს აგინებს ყველა აქეთა ოპოზიციონერი, ხო, დაუშვათ. მიშა რა შვება, რა კოორდინაციაზეა ლაპარაკი, რა საპირებენ? აი, კაი, დაუშვათ. მეგობარი აქტი და მიიღეს ერთი მოსმენ პირველ ქვედაპალატაში მიიღებენ და ასე. მე ამას ხო რაღაც ქმედება უნდა მოყვეს. უნდა გამოვიდნენ ტანზე შემოიხიონ, დუდაჩკები უნდა არ იქიდან ახლა ბაძარშკოს გავძლებთ ყველაფერს ვაკეთებთ თქვენ აქ რას აკეთებთ? ხო, რაღაცა შეიცვალოს რა. იმიტომ რომ ეხა ლაზარე ეს ბიოტექნიკა შენი ლაზარი აღარ ესენი აღარ ჭრის მიხვდი? არა, ლაზარი აღარ არის. შესაძლებელია, სერიოზული. ლაზარი საზარი. არა, რაღაც ფუნდამენტურად არის შესაძლებელი ეხა. ბერდია სიჩინა. შესულიც რა არის? რატი ამაღლობელი? ლაშა ბუღაძე, ელენე ხოშტა. ლაშა ბუღაძეს დაკარგულია. ლაშა ბუღაძეს დაკარგულია. როგორ შეცვალო? დაკარგო გამოაცხადო არჩევნები ამ პატარა რაღაც შიდა. აი არჩევნებზეა საუბარი. ყველა ემზადება. ყველა არჩევნებისთვის ემზადება. აი ბერდია სიჩინაა გავუშვით თუ შეიძლება. პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა არჩევნებისთვის აბსოლუტურად ვართ მზად და როდესაც ამის დრო მოვა და საარჩევნო რეგისტრაცია ეს გახარია, ხო? ეს გახაბიტია. ანუ გახარია, უკვე გაშიფრული. როდის არის მეგობრებო არ მახსოვს, როდის არის დედლაინი გახარიას სასტავის პარლამენტიდან გაყრის. მე მგონი ამ თვეში, ხო? არ მახსოვს რიცხვი. კი, ამ თვეშია, ამ თვეშია ზუსტად ვიცი. ანუ ძალიან მალე გახარიას მოუწევს არჩევანის გაკეთება. საბოლოოდ გაიგო. არა, ყურე, აი კიდე არასწორად. არჩევანის გაკეთება რომ მოუწიოს, შესაძლოა საკუთარი უნდა იყოს ეს არჩევანი და სურვილი. გახარი მოში მოუწევს მის კურატორებს გაშიფრულ დავალების შემოწმება. მის კურატორებს მოუწევთ. ერთ წუთით მის კურატორებს მოუწევთ თქმა, როდის აპირებს და როდის არა. კი ბატონო. შალვა, აბა ერთი ეს გავუშ არ ვიცი რა არის. თუ არის რას გვაშვებიდი? ბიჭო, ის არის. შედით არიქს და ხედე რა. არა, შეხედე, ძალიან მაგარი ვიზუალია უკვე. პროსტო ვიზუალი გაუშვა? არა, იქნებ კაისაც. გაუშვით. ეს გადაწყვეტილება არ არის მარტივი. ძალიან გაგვირთულდა და მესმის არ იქნება მარტივი მოსასმენი ჩვენგან, ჩვენი მეგობრებისთვის, ჩვენი მხარდაჭერებისთვის. ჩვენ მოგვიწევს დღეს ამ კონტექსტში, ამ ვითარებაში ვიყოთ გულწრფელები, პირდაპირები. პირველი მერცხლები და გითხრა. კუტაბიჭია, ხო? ჩვენ იღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებს თუ გავედით, ჩვენი გასაგებია, დაიგინა, გასაგებია. მაგას მე მაგალითად შემიძლია დავიგინო ასე რომ თვარეზე არ გავფრინდები. ხო, მაგრამ აქ რო თქვას რომ ჩვენი ესე ვთქვი. არა, მე რა მაინტერესებს რომ მე რო ეხა დავიგინო რომ მე ვერ მოვერევი ვიღაცას. რა ვინ არის ყველაზე მაგარი მოჭუბარი NBA-ში? ჩემი NBA-ში არის LeBron James. LeBron James ხო ვერ მოვერევი. ვაშ WNBA-ში. John Jones ვერ მოვერევი. და დავიგინო. ხო. ჩემი გავიგინო. ეს ძალიან კუტაბიჭი არის, გასაგებია. მეგობრებო, აი გაუშვით ვალერი რა, გეხვეწებით, ვალერი კარგია რა.
აუ ბიჭო არ შემიძლია ეს კავკასიის სტუდია. არა იცი რომ კავკასია. აბა სად იქნება? ხო აი ესე. სად იქნება? ერთი წამი სანამ გავუშვებ. ერთვება. სანამ გავუშვებ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ბიჭო, როგორ შეიძლება? არა, მე რა მაინტერესებს რომ კავკასიაზე კი არა, სხვაგან სად გინახავს ვალერი? ბიჭო, ოღონდ მართლა მაინტერესებს. იმ ანტურაჟის გარდა ვალერი სად გინახავს? ეხა ნახე, ის რო იყო გასოს თბილისის ზოოპარკში ჟირაფი არ გინახავთო და არ იყო ჟირაფი. ხო და არ იყო რეალურად. ეს არის მანდელას ეფექტი. ხო და ეგ არის. კი, ვალერი გელბახი არის და მგონია რომ გელბახიანი არ არსებობს. საღო, გაუშვი შეიძლება. 4 პარტია არ არის საქართველოს კიდევ მეორე. პირდაპირ ეთერში მოხდეს ამის ტრანსლაციაც. ნობა, მე არ ვიცი, ერთმა ზებძენ ეს პარტიები და უზრუნსუგან აგინებენ და ღიათ აგინებენ, ხო? მოხდა მე. ხო, არ მინდა რომ დობა მქონდეს. დობა მქონდეს ხმა მივცე. დობა მქონდეს არჩევანი გავაკეთო. ცალსახად ასე არ ეგონოს არავის რომ ბრმად ვაძლევთ ხმას რომელიმე პარტია. შემთხვევაში ყველა სენდობება ცვლილებები ვალერი. თან ეს კანონი აიზულებს. დავაჩქარებინოთ ოპოზიციასაც გამოთქვა მე კიდე გიმეორებ მარტო ვალდებულება მარტო ხელისუფლებას არა აქვს ოპოზიცია. რაღაცა აქ არის, აი გასაგებია ჯუტური მორჩეთ, რაღაცა კავკასიაში როგორც ძალიან მძლავრ მედიაში შეინიშნება ერთის ხრი როგორც დანიის სამეფოში. ერთის ხრი ქალის ამის მეუღლის ისტერია დღეს 12 პოსტი დადო ჯო უილსონმა ძალიან გაახარა. ცვეთში ძალიან ბევრი საათში ერთხელ პოსტებს დება და ხო არის პოსტებს როდება და განსდა გაქრო აი რაღაც დაჩქარებ რა რაღაცა იმას ვეძებ პროცესს აჩქარებ კარგ ლიტერატურულ კინოალუზიას არა კინოალუზიას აი წყალწაღებულიო ხავს ეჭიდებოდა მაგის მე მაგრამ ასლი ლინგენის უკდავი ნაწარმოები კარლსონი და ბიჭუნა ხო ბიჭუნა დაალაგიო სახლიო და შერასეოდა მიაკედან სიმღერით გაგახნებებოდა ის პოსტებით ამხნევებს ამერიკის კონგრესს კაიგე აი ხა ჩავხედე და კავკასიას აქ 0.2 შეარი ანუ სტომილების ზღვარზეა რა 0.2 აქვს ბიჭო შეარი ჩვენ რო არ უშვებით ამ ვიდეოებს ვერც მიხვდებოდა გეგონა რომ მაგდენი ექნებოდა ჩვენ ვართ კავკასიის ნამუსის კავკასიის ცველები ვართ ოღონდ კავკასიის ჭეშმარიტი კავკასიის გადამჩენელები რომ ხალხს ვახსენებ ქვემოთ რო ის უწერია დონაციის კოდი კი არა ჩვენ უნდა აქეთ მოგწევთ პირიქით ჩვენ თანხის მოხვები იმაში რა ქვია მოკრებაში ვეხმარ პატა მაჯგალაძე გავუშვით პატა მაჯგალაძე ვინ არის ლელო ხო ის რო წემა ხო სტრატეგია აღმაშენებელი ვარ სად არის ლელოშია არა სტრატეგია ვაშაძესთან არის ცალკეა ვაშაძე ამ არჩევნებში არ მიუღია ცალკე ბიჭო სადღაც იქნებოდა კოალიციაში რა თქმა უნდა ვისთან იყო ნაცებთან იყო კოალიციაში კი ბატონო გავუშვით ერთიანო პარტიები კი უნდა გავაერთიანოთ აბა აუ რა კაცია ერთიანო კი უნდა გავაერთიანოთ პენტაგონის ფორმა არ თავზე არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი ამ პენტაგონის მოპოვებაზე ვიყოთ ერთიანები რაც არის საზოგადოების დაკოთა ეხლა ჩვენ ვიყვით ეხლა სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებთან მიდის საუბარი ისევე ვიცი რომ სხვა ოფისებში ძიგივე ხდება რომ ეს საჯაროდ წარხდება და აუცილებელი არის რომ ეს პროცესი მარტო არ დარჩეს აი გაჩე აი დაუშვათ თუ სტოპ კადრი მინდა ახალგაზრდას აი ამან აი ეს საზოგადოების რომელ ფენას შეიძლება დაარწმუნო ამან რომ გამომყევით და მოვიგებ ელიტას რომელ ელიტას რომელი სფეროს ელიტას ზოგადად მლესავების არა შემოქმედება მლესავების კედლის მლესავების კი არა დანის მლესავების დოის ვერ დაარწმუნო მოდის სამყარო ამას დოის ვერ დაარწმუნო სილამაზეს ინდუსტრია ბიუტი ინდუსტრია კი დოი ესა არა დოი ისედაც ჩვენია კინემატოგრაფია არა კინემატოგრაფია რატო ფრიკებს ხო უფრო გელბახიანი მგონია არა ფრიკები ხო ევასებათ მაინც არა ეს აი ამ პრობლემა რა არის საკმარისად ფრიკი არ არის ბიჭო ნახე ამაზე მეტი ფრიკები გაფრიკდა არა ბიჭო არა როცა არსებობს ბუტაბიჭი უბაზი კარგი რა ეს დაჟე ფრიკიც არ არის მაინც გადადის ფრიკების კი ბატონო კარგი მოდი ახლა ელენი ლაკახოშტერია გავუშვათ და ამით ერე კიდე რაღაცაზე ვილაპარაკოთ თათქმელი გავუშვით ჩვენ პარტნიორებს უნდა აუცილებლად მოვთხოვოთ და ვთხოვოთ რესურსებს აი ამ მედიისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ამ საჯარო მოხელეებისთვის და მე დარწმუნებულია რომ ამდენი მიმართულებით ენერგიულად მშვიდად ძალიან მიზანმიმართულად თუ არ გავწყდებით არანაირი შანსი ამ სისტემას არ აქვს იმიტომ რომ ეს არის უმცირესობაში
თუ გაწოდებით რა შინარს გარეგნობაზე არა გარეგნობაზე როგორ beauty and the beast რო არის შკაფი რო ლაპარაკობს და არა მაგაზე კი არა შკაფს მაგონებს შკაფი რო ლაპარაკობს და დადის და ამოძრა მე ხო იცი და კაიტი მოჯადოებული რო არის კი მე კაიტი დაიჭირა მოჯადოებული ხო ყავს ნანახი ბეტერი რო ლაპარაკობს ბეტერი ლაპარაკობს არა მაგრამ აი ეს ახლა ვიხსენებ რას მე ბეტერი რო ლაპარაკობს ეგეთი მუქები არა მაგრამ რომ მოძრაობს ხო რომ მოძრაობს ნანახი მაგ თვალით არა მე მესმის ეს ყველაფერი მაგრამ მაინც მე იმისნა მინდა რომ მე კაი მოდი ახლა ცოტა იმ ხელოვნებაზეც ვილაპარაკოთ გუშინ რომ არ გავუშვით ვიდეო დღეს ყველამ გავუშვა ყველა არხმამ მოგონთ შესაბამისი ცენზურით და კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ლიბერდებილურ შემოქმედებას. რო გამოაჩინა მაგ სპექტაკლში ბიჭმა. გამოაჩინა ხო? მეგობარი აქტი გამოაჩინა. მიწებებული იყო გავაზე. ხო, მეგობრებო, მოდი ესე ვთქვათ. აი დავსვავ ეგეთ შეკითხვას. მაქვს პორნო თეატრი +18 აწერია და ბილეთი ის 50 ლარი. მაქვს თუ არა უფლება ვიყო ჩემთვის რა. აი კი როგორ? ხო, მაგრამ ამის მერე გამოვიდე და დავიცვა ქართული სახელმწიფო და ჩვენი ტრადიციები, ღირებულებები, როგორც თვითონ იძახის. ამ შუქება ხო არ მაქვს. არა რა თქმა უნდა. მაგალითად, აი მე ჩიჩოლინას შეეძლო, მაგალითად იტალიაზე ეზრუნა, ერთადერთი ეგ ვიცი, მეტი არა. და თუ შენ გაქვს პორნო თეატრი, ხო, სადაც სკანდალურობით და მაიმუნობით ფულს აკეთებ და რაღაც აღწევ, ხო, შენს მიზანს. მე რატო ლიბერალურ ინდოქტრინაციას ეწევი ეგარ დაგავიწყე. ლიბერალურ ინდოქტრინაციას არა მგონია. მან ბიჭო, რაც არის იდეოლოგია, არა ლიბერალი. აი, მას სხვადასხვა გეტყვი რა. ნებისმიერ სექტაში ჩათრევას სჭირდება ცდუნება. ცდუნება არის თანდათანობითი. ნეოფიტი იქ რომ მივიდეს, შეიძლება გაიქცეს. ეგ არის უკვე მყარი ლიბერალებისთვის, არა, ლიბერდებილებისთვის. ვანაბისთვის. ვანაბი ლიბერალი. რომელსაც გადაწყვეტილია. უსოვკაში ჩაწერა. რომელსაც გადაწყვეტილია. უსოვკაში ჩაწერა რომ და ჯერ რომ დოი გამარჯობას არ ეუნება. გადაწყვეტილი ვისაც აქვს, ხო? ხო, რას უკურველია? ვისაც უნდა სიუცის ნაწილი. ანუ ვინც მერყეობს, იმათვის ხო არ არის ეს? ხო, არ ვინც მერყეობს, შეიძლება და შეიძლება შოკია რა. ხო, შეიძლება დააჭერდეს. ხო ხტები, მე ჯერ ახალგაზრდა კაცი ვარ, რა ვიცი, ჯერ კარგად არ ვიცი და უცებ ხედავ რაღაცას. და მტერდები რა. შესაბამისად, აი ეს ეშლებათ, რომ მათი მარგინალური წრე ასეთი შემოქმედებით არ ფართოვდება რა. არ ფართოვდება. არის უბრალოდ აი როგორ გითხრა, იცი? აკეთებ სამპაიო. ბიჭო, აი უყურე აკეთებ ასეთი საინტერესო ადგილი გაქვს, პრივატული, დახურული +18, +35. კერძო თეატრია. კერძო, ხო და მოდი რა შენთვის იყავი რა. არ გინდა რა, არ ვიცი, აი პორნო ინდუსტრიაში, პოლიტიკაში ერთი ჩოლინა ვიცი. დანარჩენ პორნო თავისთვის არიან ყველანი, ხო? ერთადერთი ვინც ვიცი საშა გრეია, ვინც დაანება თავი და ნორმალურ კინოში მიიღო მონაწილეობა. და მე საშა გრეის სხვა შორის ერთი სელფი მახსოვს. ხო გახსოვთ? კითხულობდა ეგზისტენციალიზმი დოსტოევსკი და ძალიან ბევრი იცვალა. ძალიან მაგარია. დაჟე, პამელა ანდერსონი, ძალიან კაი პოზა. პამელა ანდერსონი, რომელიც არ იყო პორნო ვარსკვლავი, პლეიბოის მოდელი იყო. მანაც ვერ შეძლო აი ამ თავისი. ვერ შეძლო, ვერ. პლეიბოი და ვულგარულ ისეთ რაღაცა. ხო, სექსუალობასთან ასოცირდებოდა და ეს რაღაც უბედურებასთან ასოცირდება. ამიტომ მეგობრებო, შევა არის, რომ ვისაც გაქვთ ეგეთი ზავიძენიები, მე არ გამოხვიდეთ და არ დაიწყოთ სამშობლოზე ზრუნვა. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ყველაფერს კიდე. და რაც თავარია, გიორგობა, რა თქმა უნდა. ბოლოს შემონა, ბრავალს დაესწარით. მე ჩვენთან არის და გავიმარჯვებ. მართლაც რომ. კარგად ბრძანდება.